იყენებს თუ არა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს წინასაარჩევნო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც წინასაარჩევნო დარღვევებზეა საუბარი. ერთჯერადი დახმარებები, ექიმებისთვის ხელფასების ზრდა, განახლებული ინფრასტრუქტურული პროექტები და გაზრდილი ბიუჯეტი რეგიონებში. სამოქალაქო სექტორი სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს. რას ფიქრობენ მმართველ გუნდში და როგორია ოპოზიციის მოსაზრება, ნუცა ტრაპაიძის რეპორტაჟი. 2 მილიონიდან 139 მილიონ ლარამდე გაზრდილი თანხა არჩევნების ოფიციალურად დანიშნვამდე ზუსტად 4 დღით ადრე მთავრობის განკარგულებით ადგილობრივ თვითმმართველობებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად სწორედ ეს ციფრი დასახელდა. ეს ფაქტი სამართლიანი არჩევნების შუალედურ ანგარიშში მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევადაა შეფასებული. ეს არის შემთხვევები, როდესაც არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე ან არჩევნების დანიშვნის შემდეგ შედის ცვლილებები ბიუჯეტებში, იწყება ახალი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროგრამები და ეს პროგრამები საერთოდ ემთხვევა სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს. ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი ამბობენ, რომ რეგიონულ პროექტებზე მთავრობის განკარგულებით თავიდანვე 135 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. ეს 139 მილიონი 997,000, რომელიც გამოყოფილია, ეს არ ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტებს უზით ეს თანხები და მათ ამ თანხების განკარგვის საშუალება აქვთ. ეს თანხები არის განკარგულებით გამოყოფილი, თუმცა მათ ეს თანხები მხოლოდ ისეთ შემთხვევაში ჩაერიცხებათ, როცა წარმოადგენენ უკვე მიღება ჩაბარების აქტებს, რომ აშენდა ესა თუ ის ობიექტი, დასრულდა. ანგარიშის მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღეს ერთჯერადი დახმარებები გადაეცათ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა და მარჩენალ დაკარგულთა ოჯახებს. პრემიერ-მინისტრმა ექიმების ხელფასების ზრდაც დაანონსა. განახლდა შეწყვეტილი ინფრასტრუქტურული პროექტები ფოთში. აჭარის მთავრობის მიერ ბენეფიციარების კრედიტების დასაფარად ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი გამოიყო. ბათუმის ბიუჯეტი კი 10 მილიონი ლარით გაიზარდა და ამ თანხებით ჯანდაცვის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები დაფინანსდა. აჭარის მთავრობის იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ბიუჯეტში ცვლილება, რომლითაც ბენეფიციარების პროექტი დაფინანსდა ძალაში 11 აპრილს, კანონით განსაზღვრული ვადის ამოქმედებამდე 4 დღით ადრე შევიდა. შესაბამისად, წინასაარჩევნო 60-დღიანი პერიოდი არ დარღვეულა. იგივე არგუმენტი აქვთ ბათუმის მერიაშიც. რამდენიმე დღით ადრე ყოველი შემთხვევაში აი ამ 60-დღიანი ვადის ადრე ეს 60-დღიანი ვადა არის დაცული. შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სამართლებრივი თვალსაზრისით აქ არ კვალიფიცირდება. ქალაქ ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტი შეიცვალა 14 აპრილს. ცვლილებების მიზეზი ძირითადად იყო განპირობებული ფაქტით, რომ 11 აპრილს შეიცვალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი, 6,225,000 ლარი ფინანსური დახმარების სახით გამოიყო ქალაქ ბათუმს. შესაბამისად, ქალაქ ბათუმი ვალდებული იყო ეს თანხა ბიუჯეტში აისახა და ცვლილება შეეტანა დამტკიცებულ ბიუჯეტში. უმრავლესობის დეპუტატები თანხმდებიან, რომ დარღვევებისთვის დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თუმცა ისინი უპრეცედენტოდ შეცვლილ წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრობენ. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას რეაგირება ანგარიშის პირველ ნაწილში არსებულ დარღვევებზეც კი ჯერ არ გაუკეთებია. თუ სადმე კონკრეტული შემთხვევები არსებობს დარღვევებისა, ცხადია ამაზე რეაგირება უნდა მოხდეს. მაგრამ ზოგადად კიდევ ერთხელ უნდა გავაბარო, ზოგადად ასეთი სამართლიანი თავისუფალი საარჩევნო გარემო საქართველოში არ ყოფილა. არჩევნების გამოცხადების მომენტისთვის უკვე ახალი პროექტების წარდგენა, ახალი ინიციატივების გამოჩენა, ახალი დაფინანსების განსაზღვრა, ეს არის პირდაპირ დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის. კანონის თანახმად ეს არის მოსყიდვასთან გათანაბრებული, თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფორმას იძენს. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 7, სავარაუდო მოსყიდვების 6 და წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის 1 შემთხვევა. ეს სამართლიანი არჩევნების შუალედური ანგარიშის მოკლე შინაარსია. სავარაუდო დარღვევები, რომლებიც მუნიციპალიტეტებზე დაკვირვებისას გამოვლინდა. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტები აღნიშნულ ფაქტებზე სარჩელს ახლა CSKO-ში და სასამართლოში შესატანად ამზადებენ.